კანადის ლიბერალური პარტიის ლიდერის ჯასტინ ტრუდოს გადადგომის შემდეგ არჩეულმა მარკ კარნეიმ მარტში დაშალა კანადის პარლამენტი და გამოაცხადა ვადამდელი არჩევნები 28 მაისს. 2025 წელს კანადის რიგით 45 ფედერალური არჩევნების ჩატარებისას კანადელებმა აირჩიეს პარლამენტის 353 წევრი. არჩევნებში მონაწილეობა მიიღო 6 მთავარმა პარტიამ. პირველი პარტია ბლოკ კვებეკი, რომლებიც კანადის ფრანგულენოვანი რეგიონის კვებეკის ნაციონალიზმს უჭერენ მხარს. პარტიას არასდროს ყოლია კანდიდატი კვებეკის პროვინციის გარეთ. იდეოლოგიურად პარტია ემხრობა სოციალ-დემოკრატიასა და რესპუბლიკანიზმს. მეორე პარტია არის კანადის კონსერვატები, რომელიც კანადური კონსერვატიზმისა და ეკონომიკური ლიბერალიზმს ემხრობა. მესამე პარტია არის კანადის ლიბერალური პარტია, რომელიც ოპერირებს ლიბერალური და სოციალური ლიბერალიზმის იდეოლოგიით. მეოთხე პარტია არის ახალი დემოკრატები, რომელთაც დაარსებიდან დღემდე აქვს სოციალ-დემოკრატიული პლატფორმა. მეხუთე არის მწვანეთა პარტია, ენვაირომენტალიზმის გარშემო გაერთიანებული პარტია, რომელიც ძალაუფლებაში არასდროს ყოფილა. და მეექვსე პარტია არის კანადის ხალხის პარტია, რომელიც 2018 წელს ჩამოყალიბდა და შედარებით ახალი არის. მათ მეორედ მიიღეს არჩევნებში მონაწილეობა და პარტია კონსერვატორულ და რადიკალურ მემარჯვენე იდეოლოგიურ ხაზს ატარებს. კანადაში ჩამოყალიბებული არის მაჟორიტარული საარჩევნო სისტემა და არჩევნები 4 წელიწადში ერთხელ ტარდება. ქვეყანა დაყოფილია გარკვეული რაოდენობის რეგიონებად, სადაც გამარჯვებული კანდიდატი ხდება პარლამენტის წევრი, ხოლო გამარჯვებისთვის არა 50%-ის გადალახვა, არამედ სხვებზე მაღალი რაოდენობის ხმების მიღება არის საკმარისი. კანადის არჩევნებს ამიტომაც ახასიათებს შემდეგი 3 რამ. პირველი, ეგრეთ წოდებული ბაბუების პუნქტის მიხედვით, ნებისმიერ დროს ჩატარებული პარლამენტის მანდატების ცვლილებისას არც ერთმა საარჩევნო ოლქმა არ უნდა დაკარგოს მისთვის მინიჭებული ადგილები. მაგალითად, თუ ერთი ოლქის მოსახლეობა გაიზარდა, მაშინ ამ ოლქის წარმომადგენლების რაოდენობაც პარლამენტში ოლქის მოსახლეობის ზრდის პროპორციულად გაიზრდება, მაგრამ ეს პროცესი არ ხდება სხვა ოლქის წარმომადგენლების შემცირების ხარჯზე. შესაბამისად, ყოველ შემდეგ არჩევნებში პარლამენტის დეპუტატთა რაოდენობა იზრდება და ხდება ახალი საარჩევნო რუკების შედგენა. მეორე, მაჟორიტარული საარჩევნო სისტემის საფუძველზე კანადაში ფიქსირდება ხმების არაპროპორციულობა. პარტიების მიერ მოპოვებული ხმების პროცენტულობასა და პარლამენტში მიღებული ადგილების პროცენტულობას შორის ხშირად დიდი სხვაობა არის. ამის ნათელი მაგალითია 2019 წლის არჩევნები, სადაც კანადის ლიბერალურმა პარტიამ არჩევნებში მიიღო ხმების 32%, მაგრამ პარლამენტში დაიკავა ადგილების 47%. და მესამე, საარჩევნო სისტემა უპირატესობას ანიჭებს მათ, ვისაც აქვთ გეოგრაფიულად კონცენტრირებული ხმები. მაშასადამე არსებობს შემთხვევები, როდესაც არაპროპორციული შედეგები დგება კანადურ არჩევნებში. არჩევნებამდე ჩატარებული გამოკითხვების საფუძველზე გაირკვა კანადელების მთავარი პრობლემები. პირველი, ამერიკასთან ურთიერთობის საკითხი ბერუსის წარმოადგენს პრობლემას, განსაკუთრებით ტრამპის მიერ ტარიფების დაწესების შემდეგ ამ ორ სახელმწიფოს შორის დაძაბული ურთიერთობის ფონზე. მეორე, თავდაცვის ბიუჯეტის საკითხი, ვინაიდან უკრაინა-რუსეთის ომმა კანადის მოსახლეობაში გაზარდა სურვილი თავდაცვის უნარიანობის გაძლიერებაზე. გარდა ამისა, საზოგადოების ნაწილი მიიჩნევს, რომ კანადის ეკონომიკა საკმაოდ რთულ მდგომარეობაშია, რაც გამოიხატება მაღალი საბინაო ფასებითა და ზოგადი ცხოვრების ღირებულების ზრდით. არჩევნების ჩატარებამდე გაიზარდა ლიბერალური პარტიის მხარდაჭერა, რასაც ადასტურებდა გამოკითხვებიც. მოცემული გრაფაც ხატყობს, რომ ლიბერალური პარტიის ყოფილი ლიდერის ჯასტინ ტრუდოს 6 იანვარს გადადგომის შემდეგ პარტიის მხარდამჭერთა რაოდენობა გაიზარდა. ტრუდოს გადადგომამ ლიბერალების პოზიციაზე დადებითად იმოქმედა, მაგრამ იგივეს ვერ უტყვით ახალ დემოკრატებზე, რომელთა მხარდაჭერაც იანვრიდან ნელ-ნელა დაეცა. ამიტომაც მიღებული შედეგები არც თუ ისე მოულოდნელი იყო. ასევე უნდა გავითვალისწინოთ, რომ კანადის ისტორიაში ჩატარებული 38 არჩევნებიდან 29-ის შედეგად ჩამოყალიბდა ერთპარტიული მმართველობა, ხოლო კანადაში 1917 წლიდან მოყოლებული არ ყოფილა კოალიციური მთავრობა. შესაბამისად, საკმაოდ დიდი წინასაარჩევნო მოლოდინი იყო, რომ ერთი პარტია 50%-ს ან უფრო მეტს აიღებდა. არჩევნებამდე პარლამენტის გადანაწილება იყო შემდეგნაირი: ლიბერალებს ჰქონდა 152 ადგილი, კონსერვატებს ჰქონდა 120 ადგილი, კვებეკის პარტიას ჰქონდა 33 ადგილი, ახალ დემოკრატებს 24, მწვანეებს ჰქონდა 2 ადგილი, ხოლო კანადის ხალხის პარტიას არ ჰქონდა პარლამენტში ადგილები. არჩევნების შედეგად ლიბერალებს მიენიჭა 179 ადგილი და მიიღეს ხმების 53.7%. კონსერვატებს მიენიჭა 154 ადგილი და მიიღეს ხმების 41.3%. კვებეკის პარტიას მიენიჭა 22 ადგილი და მიიღეს ხმების 6.3%.
ახალ დემოკრატებს მიენიჭა 7 ადგილი და მიიღეს ხმების 6.3%, მწვანეებს მიენიჭა 1 ადგილი და მიიღეს ხმების 1.3%, ხოლო კანადის სახალხო პარტიას არ მინიჭებია პარლამენტში ადგილი და მიიღეს ხმების 0.7%. არჩევნების შედეგებზე ჩვენი დაკვირვებით ზეგავლენა იქონია ორმა ფაქტორმა. პირველი, ტრამპის პოლიტიკამ კანადის არჩევნების ფოკუსი შიდა პრობლემებიდან გადაიტანა საგარეო მიმართულებით, რის გამოც ერთ-ერთ მთავარ საკითხად გაჩნდა ძლიერი პირის არჩევა ქვეყნის ლიდერად, რომელიც შეძლებდა ტრამპთან ურთიერთობას. ამ ფაქტს ისიც ემატება, რომ გამოკითხვის შედეგად ტრამპთან ურთიერთობისთვის უკეთეს კანდიდატად გამოკითხულთა 59%-მა ლიბერალების პარტიის კანდიდატი მარკ კარეი დაასახელა. ხოლო კონსერვატების კანდიდატი პოლიერი მხოლოდ 43%-მა. შესაბამისად, ტრამპთან საგარეო ურთიერთობის კონტექსტში კანადელი მოსახლეობის შედარებით უმრავლესობისთვის ლიბერალები უფრო მეტად მისაღები იყვნენ. და მეორე, ახალი დემოკრატების პარტიის უარყოფითმა შედეგებმა ლიბერალებს საშუალება მისცა დამაჯერებლად გაემარჯვებინათ უფრო მეტ მუნიციპალიტეტში. ახალ დემოკრატებსა და ლიბერალებს შორის მცირედი იდეოლოგიური ბმის გამო ადრე მიღებული ხმები ამ პარტიებს შორის ნაწილდებოდა და გამარჯვებული კონსერვატების პარტია რჩებოდა, მაგრამ ამ შემთხვევაში ამით ვერ ისარგებლეს კონსერვატებმა. მიღებული შედეგების საფუძველზე ჩვენ ხედავთ სამ შესაძლო ვარიანტს თუ როგორ შეიძლება განვითარდეს მოვლენები. ლიბერალებს აქვთ 179 ადგილი, ამიტომაც მათ მხოლოდ 3 დამატებითი ადგილი სჭირდებათ უმრავლესობის ჩამოყალიბებისთვის, ხოლო ამ მომენტში ყველაზე ხელსაყრელი იქნება ლიბერალებისა და ახალი დემოკრატების მიერ ერთობლივი კოალიცია, სადაც მთავარ როლს ითამაშებს ლიბერალების პარტია. მეორე ვარიანტია შეიქმნას უფრო მეტად კომპლექსური კოალიცია, სადაც გაერთიანდებიან კვებეკის პარტია, ახალი დემოკრატები და კონსერვატები, მაგრამ ეს ნაკლებად სავარაუდოა. ხოლო ბოლოს, თუ ლიბერალებმა ვერ შეძლეს ახალი დემოკრატების დარწმუნება კოალიციაზე, შესაძლოა სცადონ უმცირესობის მმართველობის ჩამოყალიბება, რაც ასევე ნაკლებ სავარაუდოა, მაგრამ არ არის გამორიცხული ვარიანტი. წინასაარჩევნო კამპანიის პროცესში ორი ცენტრალური პარტია ხშირად მოუწოდებდა ამომრჩევლებს ხმა მიეცათ პრაგმატულად და თავიანთი ხმა არ გაეფანტათ პატარა პარტიების მხარდაჭერაში. ამას კი მსოფლიოში არსებული ტურბულენტური გარემოსა და ტრამპთან ურთიერთობაში ძლიერი მთავრობის არსებობის საჭიროებით ხსნიდნენ. როგორც ჩანს, ამ მიდგომამ დადებითი შედეგი გამოიღო ლიბერალური პარტიისთვის.